Korupcijas წინააღმდეგ ბრძოლისა და სასამართლოების შესახებ კანონში 1 ნოემბრიდან შესული ცვლილებები კვლავ ნებათაღელვის თემაა. სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ცვლილებების მიხედვით მასწავლებლებს, რომლებიც საჯარო სკოლებში არიან დასაქმებულები, სკოლის დირექტორის თანხმობის გარეშე დამატებით ანაზღაურებადი საქმიანობის შესრულება არ შეეძლებათ. მათ შორის შეეზღუდებათ სკოლის გარეთ მოსწავლეების მომზადება. განათლების სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებენ და განმარტებას აკეთებენ. განათლების მინისტრის მოადგილეს ცარო კირვალიძე ესაუბრა და ახლა პირდაპირ ეთერში დეტალებით ჩემი კოლეგა შემოგვიერთდება. ცარო, გისმენთ. განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია უარყოფს მედიაში და მათ შორის სოციალურ ქსელში გუშინ გვიან ღამეს გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მასწავლებელს, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული, არ შეუძლია, რომ მოამზადოს მოსწავლეები კერძოდ საცხოვრებელ სახლში. ამ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებენ განათლების სამინისტროში და ამბობენ, რომ რეპეტიტორის ცნება როგორც ასეთი არ არსებობს და კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული და შესაბამისად განათლების სამინისტროს პრეროგატივას ცდება. თუმცა აქვე განათლების სამინისტროში განმარტავენ იმას, რომ თუ მასწავლებელს, რომელიც საჯარო სკოლაში არის დასაქმებული, სურს, რომ სხვა ანაზღაურებადიან სამსახურში დასაქმდეს და ეს სამსახური არის იურიდიულად რეგისტრირებული, ამ შემთხვევაში მასზე ცვლილებები ვრცელდება და შესაბამისად უკვე ამ შემთხვევაში მოხდება ისე, რომ საჯარო სკოლის დირექტორის ნებართვა იქნება საჭირო იმისათვის, რომ მასწავლებელმა სხვა იურიდიულად უკვე რეგისტრირებულ სამსახურში დაიწყოს მუშაობა, თუმცა როგორც უკვე გითხარით, მედიაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ თითქოს მასწავლებელს რომელიც საჯარო სკოლაში არის დასაქმებული, არ შეუძლია, რომ მოამზადოს მოსწავლეები, კერძოდ ეს არის დეზინფორმაცია. Korupcijas წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობის შედეგად განისაზღვრა გარკვეული ტიპის სფეროები, სადაც დაშვებულია დამატებით საქმიანობა, მათ შორის ასეთად განათლების სფეროში განისაზღვრა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა, შესაბამისად დამსაქმებლის თანხმობით პედაგოგებს და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ასევე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს უფლება აქვს დამატებით ეწეოდნენ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება მასწავლებლებთან დაკავშირებით და ეგრეთ წოდებული კერძო რეპეტიტორი მის ინსტიტუტთან დაკავშირებით, გვინდა განმარტება გავაკეთოთ, რომ საქართველოს საგანმანათლებლო კანონმდებლობის მიხედვით არ არსებობს დეფინიცია რეპეტიტორისა და აქედან გამომდინარე შეუძლებელია ვისაუბროთ გარკვეული ტიპის შეთავსებებზე ან თანხმოვებზე, რადგან ასეთი ტიპის განმარტება კანონმდებლობაში არ არსებობს. ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერძო რეპეტიტორებს შორის და დამკვეთებს შორის, იგივე მშობლებს შორის ურთიერთობები ცილდება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს, ამიტომ ყველა შემთხვევაში ის ვერ იქნება განმარტებული როგორც პედაგოგიური საქმიანობა და მათზე ვერ გავრცელდება ამ მიმართულების შეზღუდვები. დამატებით გვინდა განმარტოთ, მაგალითად არსებობს ტრენინგ ცენტრები, ისეთები, რომლებიც ამზადებენ საერთო ეროვნული გამოცდებისთვის, ან იგივე უცხო ენის კურსები, ის თუ რეგისტრირებულია და არსებობს მათ შორის წერილობითი მომსახურების ხელშეკრულება, ან თუნდაც შრომითი ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვრცელდება კანონის მოთხოვნები და აუცილებელი იქნება წერილობით დამსაქმებლის მხრიდან წერილობით თანხმობის გაცემა. ცვლილებები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სასამართლოების შესახებ კანონში შევიდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დადგენილება 2025 წლის 28 ოქტომბერს გამოსცა და ძალაში 1 ნოემბრიდან შევიდა და ამოქმედდა. არაერთი ინფორმაცია გავრცელდა ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც დეზინფორმაციას უწოდებენ განათლების სამინისტროში და ამ დადგენილების მიხედვით, რომელიც ირაკლი კობახიძემ 28 ოქტომბერს გამოაქვეყნა, განისაზღვრა სფეროები, სადაც არ ვრცელდება ცვლილებები და შეეძლებათ დასაქმებულ პირებს, რომ შეუთავსონ სხვა სამსახურიც და ამ შემთხვევაში უკვე საჭირო იქნება საჯარო სამსახურის ხელმძღვანელის წერილობითი ნებართვა. მადლობა, ცარო კირვალიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.